ფრანგებისთვის ლუვრი მუზეუმზე მეტია. ის, რაც ოდესღაც სამეფო სასახლე იყო, საზოგადოების საგანძური გახდა, რითიც საფრანგეთი ამაყობს. ლუვრი წარმოადგენს ქვეყნის ისტორიას, ფრანგულ კულტურასა და ტრადიციებს. სწორედ ამიტომაც ითვლებოდა, რომ ეს ადგილი ხელშეუხებელი იყო. კულტურულმა და ისტორიულმა ღირებულებებმა ის აუღებელ ციხესიმაგრედ აქცია, რომელსაც სკანერები, კამერები და მცირე არმიაც იცავდა. ითვლებოდა, რომ ეს იყო ყველაზე დაცული ადგილი ხელშეუხებელი ხელოვნების ნიმუშებისთვის. მიუხედავად ამისა, 19 ოქტომბერს წყნარ კვირა დღეს ეს ილუზია დაინგრა. სულ რაღაც 7 წუთი დასჭირდათ მძარცველებს, რომ გალერეა დეოლონის მეორე სართულიდან შეპარულიყვნენ. თითქოს ეს ფილმი ოკეანეთ 11 იყოს და ძვირფასი სამკაულებით დატვირთული 2-5 მოიპარეს. შუა დღისთვის ქუჩები უკვე გადაკეტილი იყო. ფრანგის საზოგადოება დაბნეული. პარიზის ყველა ეკრანზე ერთი და იგივე სათაური იყო გამოქვეყნებული. დღესდილით საერთაშორისო ძებნა დაიწყო მას შემდეგ, რაც ქურდებმა პარიზის ლუვრის მუზეუმიდან ფასდაუდებელი სამკაულები მოიპარეს. ეს მხოლოდ ძარცვა არ იყო. ეს იყო დარტყმა საფრანგეთის ისტორიასა და მის ეროვნულ ღირებულებებზე. მაშ მოდი გავიგოთ, თუ როგორ გაძარცვეს ლუვრი. დიდი ხნის განმავლობაში ლუვრი ტყვია გაუმტარი ჩანდა. მუზეუმად ქცეული სასახლე, რომელიც საფრთხეს არ ელოდა. წლევანდელი ძარცვა ლუვრში პირველი ძარცვა არ იყო. 1911 წელს ჩვეულებრივმა ხელოსანმა ვინჩენცო პერუხიამ კედლიდან მონალიზა ჩამოხსნა და დამალა, რაც სახალხოდ სასაუბრო გახდა. ორწლიანი ძებნის შემდეგ ნახატი იტალიაში იპოვეს და მუზეუმში დააბრუნეს. მას შემდეგ უსაფრთხოება გაძლიერდა და ლუვრმა აუღებელი ციტადელის სტატუსი დაიმსახურა. მასში განთავსებული ხელოვნების შედევრები და ეროვნული სიმბოლოები უსაფრთხოდ იყო შენახული დამცავი ფენების მიღმა. კედლებსა დამონტაჟებული კამერები, ჩაკეტილი კარები და მცველები. მუზეუმი საათივით მუშაობდა, კონტროლირებადი შესასვლელებითა და 24 საათიანი ოპერაციული ცენტრით. ამ ყველაფრის მიუხედავად მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. ძარცვა გალერეა დეოლონში მოხდა, დარბაზში, სადაც ინახება ფრანგული გვირგვინის სამკაულები, ყელსაბამები და ფრანგულ თავადაზნაურობასთან დაკავშირებული საზეიმო ნიშნები. გალერეა ცენტრში მდებარეობს, მუზეუმის შიდა წრეში, სულ რაღაც 250 მეტრით შორს მონალიზადან. ამ ზონაში ყველაფერი უსაფრთხოდ ითვლება. ტურისტებით სავსე ადგილი, სქელი მინის პანელები, ვიბრაციის სენსორები, მოძრაობის სიგნალიზაციები და მცველები, რომლებიც ყველა მოძრაობას აპირდებოდნენ. ერთადერთი ადგილი, რომელზეც დარწმუნებით იტყოდი, რომ ვერავინ გაძარცვავდა. და ზუსტად ამიტომ ეს ძარცვა უფრო ფილმს გავდა, ვიდრე რეალურ ამბავს. თუმცა ეს არ იყო ძარცვის ფილმის სცენარით დაგეკმილი ძარცვა. ეს უფრო მარტივი იყო. კიბე, ფანჯარა, ხერხი და მხოლოდ 7 წუთი. აშკარა იყო, რომ ძარცველთა გუნდმა წინასწარ შეისწავლეს ყველაფერი. მათ კვირის დილა შეარჩიეს, რადგან ეს ყველაზე მშვიდი საათებია. ქვეითა სიარული დაბალი და რეაგირების დრო უფრო ხანგრძლივი. ისინი ფრანგი მუშებივით ჩაცმულები მივიდნენ, ცნობილი ყვითელი ჟილეტით და ამწე მანქანით სამიზნე ფასადზე ავიდნენ. ადგილმდებარეობა დიდი სიფრთხილითაა არჩეული, სამშენებლო ზონის მახლობლად, ზუსტად იქ, სადაც კიბე უცნაურად არ ჩანდა და დაცვის ძირითადი ნაწილიდან შორსაც იყო. დაახლოებით 10-ის ნახევარზე 3 ან 4 კაცი ამწით მეორე სართულის ფანჯარასთან ავიდა და სანთებლითა და ხერხით ფანჯარა გააღო. დელონის გალერეაში შესვლის შემდეგ მათ არც ხეტიალი დაუწყიათ და არც ყოყმანი. მათ ხელში სალესით ორ კონკრეტულ ადგილზე გაამახვილეს ყურადღება. სალესი ჩაირთო და 4-7 თუთზე ნაკლებ დროში გამაგრებული მინა გაჭრა. ეს არის რეალური ვიდეო, რომელიც ტურისტმა გადაიღო, სადაც ერთ-ერთი ქურდი სამკაულების აღებას ცდილობს. ქურდებმა მოახერხეს 9 სამკაულის, ნაპოლეონ მესამეს მეუღლის, იმპერატრიცა ევჟენეის საკუთრებაში არსებული დიადემის, ბროშის, გვირგვინის და მსგავსი ღირსშესანიშნავი სამკაულების მოუპარვა. განგაში ჩაირთო და პროტოკოლი დაცული იყო. მონალიზას მოსანახულებლად შევდიოდით, როდესაც გალერეიდან გამოგვყარეს. დაცვამ კიბეებზე ჩაგვყარა სხვათა შორის. შემდეგ კი გასასვლელისკენ გავემართეთ. ვერც კი მივხვდით, რომ მთელი მუზეუმის ევაკუაცია მიმდინარეობდა. დაცვამ ოთახი ჩაკეტა, რათა მძარცველებთან ფიზიკური დაპირისპირება აერიდებინა. შემდეგ მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს მუზეუმის ევაკუაცია, სანამ პოლიციას ელოდნენ.
თუმცა ძარცვის დაწყებიდან რეაგირებამდე დრო საკმარისი იყო იმისათვის, რომ შეჭრილიყვნენ, აეღოთ სამკაულები და შემდეგ ფანჯრიდან ისევ უკან დაბრუნებულიყვნენ. ეს არის რეალური ვიდეო, რომელიც ტურისტმა გადაიღო, სადაც ქურდები ამწით ჩადიან. ისინი ორი გამზადებული სკუტერით გაიქცნენ, მაგრამ ყველაფერი სწორად არ წავიდა. მათ გაქცევისას მე-19 საუკუნის გვირგვინი დაუვარდათ ან დააგდეს, რომელიც მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლო მდებარე ხეივანში მიწაზე დაზიანებული იპოვა. ლუვრის შიგნით პოლიციამ შესასრელები დაკეტა და მუზეუმი ერთი დღით დაიხურა. კრიმინალოგებმა ფანჯრიდან ანაბეჭდები და შიდე დერეფნებიდან და გარე ქუჩებიდან კამერის ჩანაწერები ამოიღეს. იმისათვის, რომ ქურდობასთან კავშირი არ ქონოდათ, ქურდებმა ამ წემანქანა 9 დღით ადრე იქირავეს. მათ შეკვეთა ყალბის სახელით განახორციელეს და როდესაც კურიერები ამ წემანქანის წასაყვანად მივიდნენ, ადგილზე ორი ნიღბიანი მამაკაცი გამოჩნდა. მათ სატვირთო გაიტაცეს, შეღებეს და ყალბის სანომრე ნიშანი გაუკეთეს. გამოძიების საწყისი დასკვნა სწრაფად დაიწერა, რომელიც ამბობდა, რომ ქურდებმა მუზეუმის მიმდებარე სამშენებლო მოედანი მაღალი დონის ძარცვისა და მიტაცებისთვის შესასვლელებად გამოიყენეს. ქურდები ბოლოს სკუტერებით სამხრეთისკენ მიმავალ გზაზე არიან შემჩნეულნი, სავარაუდოდ პარიზიდან გასასვლელ მაგისტრალზე. ქურდების მისიის პირველი ნაწილი წარმატებით შესრულდა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი გაცილებით რთულია. მთელი საფრანგეთის ზებნის წნეხის მიუხედავად, შეძლებენ სამკაულების გადადნობას და ფულის შოვნას. თუ ყველაფერი წყალში ჩაიყრება,